გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ გადაცემას ანტიბიოტიკი, მე კუკა ბარამიძე ვარ, თანაწამყვანი ნინო ურუშაძე და დღეს ჩვენი სტუმარია ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი, ჟურნალისტი ლადო მენამდე. სალამი ლადო, მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ შევეცდებით, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ ხალხის პროტესტს, რაღაც თვითმარქვია ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ჯგუფის მიმართ. და ამ პროტესტის მნიშვნელობას ვთქვათ რეგიონულ დონეზე და პირველი კითხვაც ხო, თუმცა სანამ გადავალთ, მგონი ჯობია მაყურებელ შევახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემა არის სტუდია ანტიბიოტიკისა და სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ერთობლივი პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში იწერება ჩვენი დღევანდელი გადაცემაც. კი, მადლობა ნინო და ლად პირველი კითხვა ესეთი გვექნება ჩვენ, რომ მოკალეთ რომ შევხედოთ კონტექსტს რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ფაქტიურად რაც შეიძლება მოკლედ რომ თქვა, ჩვენ გადავლახეთ ეტაპი, აბა ნაცი გინდათ, ეხლა იმ სტადიაში ვართ, რომ გადავლახეთ ის ეტაპიც რუსეთი თუ ევროპა, ანუ შევედით სტადიაში, როცა გვინდა ქვეყანა თუ არ გვინდა. გვინდა სახელმწიფო, გვინდა დამოუკიდებლობა თუ არ გვინდა თავისუფლებაზე, ჯერ კიდევ საუბარი არ არის, ანუ 99 წლის ნიშნულს დაუბრუნდით, ანუ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით ფაქტიურად და სახეზე გვაქვს აშკარად გამოკვეთილი საოკუპაციო რეჟიმი, რომლის ხელითაც მოქმედებს კრემლი, მოქმედებს რუსეთი და ეს არ არის რაღაცა უკვე პოლიტიკური განცხადება, ეს არის ფაქტი და ეს არის რეალობა და ფაქტურად სამწუხაროდ ამ რეალობაში ვიმყოფებით. ჩვენ თუ მაგალითად გაზაფხულის აქციებზე, როცა რუსულ კანონს ვაპროტესტებდით, გარკვეულწილად ცალითვალეთ მაინც შემოდგომისკენ ვიხედებოდით, ანუ ქონდა უკან დასახევი გზა, რაღაცნაირი გაგებით, რომ არჩევნების სახით შესაძლოა ეს პრობლემა მოგვარებული იყო, იმდენად გურულად რომ თქვა ყუაზე იყო დასული ხელისუფლების რეიტინგი, რომ დაარწმუნებული ვიყავით არჩევნებში ყველაფერ ამას შევცლიდით ერთი ხელის მოსმით, თუმცა დღეს უკვე უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ამიტომ არის ზუსტად ესეთი წინააღმდეგობა და სხვათა შორის ამათ ჩვენი მოწინააღმდეგეების ოპონენტებსაც ვერ უწედებს საყვარელ სტალინს აქვთ ერთი გამოთქმა, არასდროს არ შეიყვანო ადამიანი გამოუვალ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მას შეუძლია աժელ მეტი წინააღმდეგობა გაგეციოს, ვიდრე ამის უნარი და შესაძლებლობა აქვს და ჩვენ იძულებული ვართ შესაძლებლობა რაც შეგვიძლია, კი არა, რაც არ შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რომ არ დავთმოთ ის, რისთვისაც ვიბრძვით და მე გამორიცხულად მეჩვენება 21 საუკუნეში, რომ ჩვენ ეს ბრძოლა დავთმოთ, ანუ ვიმყოფებით სიტუაციაში, სადაც კარგავთ აბსოლუტურად ყველაფერს. ფაქტიურად კერიასაც კარგავთ, ახლა გურიაში ნოდარ დუმბაძის გამოთქმა არის პოპულარული კერიაშიც. კერი არ გამიციო და ხადარი არ ჩააქრო და რაღაც ასეთი და კარგავთ სამშობლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგავთ კერიას, კარგავთ ოჯახებს, კარგავთ სახლებს და შემდეგ დავადგებით ალბათ თუ კი გავასწარეთ თურქეთის გზას, თურქეთიდან ევროპისაკენ. მეტი გამოსავალს ეს ხელისუფლება ჩვენ არ გვიტოვებს. უფრო ჩაშლად შეიძლებოდა, მაგრამ ხო, ის და თქვენ ახლა წეგან ახსენეთ, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას აჩვენებს ხალხი ამ პროტესტში, ამის მაგალითი არის ისიც, რომ ეს მხოლოდ რაღაც თქვა ცენტრალიზებული არაა თბილისში და ძალიან ესე გავრცელებულია რეგიონებში, თითქმის საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ხალხმა აჩვენა წინააღმდეგობა, მათ შორის ოზურგეთში, სადაც ჩვენ არ ვართ მაინც და მაინც განებივრებული იმით, რომ ბევრი ადამიანი გამოდის ქუჩაში და აფიქსირებს თავის პროტესტს. თუმცა ამჯერად ისე მოხდა, რომ ოზურგეთში ორი აქცია ჩატარდა და საკმაოდ ისეთი მრავალრიცხოვანი იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ამ პროცესების დეცენტრალიზაცია, რომ მხოლოდ რაღაცა ეს კერა არ შენარჩუნდეს თბილისში და არ იყოს და გაიშალოს ასე მთელი ქვეყნის მასშტაბით? ორი მრავალრიცხოვანი, ისე უამრავი აქციები. რა მინდა იცი თქვა, პოლიციური რეჟიმი, დიქტატურა, თვალშისაცემი შესაძლოა რუსთაველზე ან ვაკეში ან თუნდაც ფიქრის გორაზე არ იყოს. თვალშისაცემი არის დიქტატურა, ზუსტად აი ჩვენნაირი, ჩვენი მუნიციპალიტეტისნაირი სოფლებში, სადაც აბსოლუტურად ხელშესახებია უკვე ყველაფერი, თუ პოლიციური რეჟიმი რას ნიშნავს, გაიგო, ეს უნდა მიხვიდე სოფელში და სოფელში უნდა ნახო. შეიძლება ქალაქში მაგალითად
ვერ გაიგო რას ნიშნავს მე ისე თქმა მინდა რომ ნელ-ნელა ხელისუფლება თავის მარწუხებს აძლიერებს და ნელ-ნელა კალში აყავს საზოგადოება ეს ამის ნათელი მაგალითი არის მუნიციპალიტეტები არის მაგალითად გარკვეული გამონათებების ზუგდიდის სახით მაგრამ ზუგდიდი მაინც უფრო საზღვრისპირა რეგიონი არის ძალიან ხელშესახებია რუსული ოკუპაცია და ყოველ მეორე ოჯახმა საკუთარ თავზე იწვნია თუ რას ნიშნავს ეს და ასევე არის გორიც რაც შეეხება დიდ ქალაქებს ქუთაისი და ბათუმი იქ გარკვეულწილად საშუალო წრე არის ძლიერი და ინტელექტუალები თავიანთი ინტელექტუალი ქუთაისი ყოველთვის ცნობილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისი რო არა შესაძლოა თბილისის სერიოზული პრობლემები ქონოდა ამ მხრივ მარტო ცისფერყანწელები რადგეს და ოზურგეთს რაც შეეხება სამწუხაროდ არის ასეთი მეთოდი რომ თუ კი ვინმე რამეს მიაღწევს ნებისმიერი მიმართულებით არა მარტო სპორტში და კულტურაში არამედ პოლიტიკაშიც და მესამე სექტორშიც ყოველთვის ის თბილისში მიდის კარიერის გასაგრძელებად და ფაქტობრივად ინტელექტუალებისგან ვიცლები ძირითადად და ეს გარკვეული მაგალითად მოძრაობა თავისუფლებისათვის ხდება სიტუაციის განმაპირობებელი არა გარკვეულწილად რჩებით რედაქციები იქნება თუ ასეთი ტიპის მოძრაობები პატარ-პატარა უაზისებად ამ რეგიონებში და ამინდი უნდა შექმნათ რა მსთავარია მე ისე თქმა მინდა აი დღეს თუ ჩვენ არ დავიბრუნეთ ქუჩა რომელიც სტალინმა წაგვართვა 20-იანი წლების მეორე ნახევარში არაფერი არ გამოვა ანუ ქურდული ინსტიტუტზე იყო საუბარი და ასე შემდეგ და აი ახლა შევდივართ სტადიაში როცა ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ქუჩა და ქუჩა თუ დავიბრუნეთ ნებისმიერ ხელისუფლებას არა მარტო ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ექნება და მე მგონი ჩვენი ძირითადი მიზანია რომ სწორედ ამ აქციებით რაღაცნაირად შევძლოთ და ახლა ვერ ვიტყვი რომ ცუდა გადაყენუძრელი ლენინები ვართ მეთქი მაგრამ გარკვეულწილად ცუდი სიტყვა მაგრამ აი პიონერები ვარ და რაღაცა გარღვევას უნდა მივაღწიოთ ამის სამართლით და ფიქრობ რომ რაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხდება მაგრამ ხაშური შემიძლია ავიღო მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ იგივე გურჯაანი და მე ვფიქრობ რომ ოზურგეთში იმხელა ინტელექტუალური პოტენციალია რომ უფრო კარგად უნდა ვიყოთ და უფრო რა ვიცი უფრო მრავალრიცხოვანი და ფართომასშტაბიანად უნდა ვიყოთ წარმოჩინებული და უფრო მეტი აქტივობები გუმართებს და სამწუხარო რეალობა არის მაგალითად ახლა პარტიისპირეთიდან განსხვავებით ჩვენ ფაქტურად უკან მივყავართ იმ ძალას რომელმა თაობამაც და ძალამს მათისპირეთი გადაარჩინა 40-იანელები 50-იანელები 30-იანელები მაგალითად ჩვენთან ეს იყო უკვე საბჭოთა ინკუბატორში დაბადებული თაობა კაჩებიან კიდე იქ და ჩვენ არ ვიშვებენ ეს თაობა ძირითადად გვეკაჩება და სამწუხარო ასევე რომ მაგალითად დედა აჭარა აი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება როცა დაიწყო უდიდესი როლი შეასრულა გურულმა პედაგოგებმა გურია ყოველთვის იყო სამწუხაროდ ახლა ფირალები გურია იყო ძლიერ პედაგოგებთან და პედაგოგიური მოძრაობასთან ასოცირებული და მე მაგალითად ძალიან განკვირვებული ვარ როცა უყურებ იმას და ვხედავ იმას რაც დღეს სკოლებში ხდება და რაც დღეს გარემო გვაქვს ზოგადად პედაგოგები არის ეს არის სრული კატასტროფა ეს ხალხი უნდა იყოს ავანგარდში ამ მოძრაობის ეხლა ენასთან დაკავშირებით აი როცა ეგრეთ წოდებული პარლამენტი თვითმარქვია 1000 კანონს ღებულობს და მათ შორის ღებულ მიიღენა ენის შესახებ რომ არ უნდა იყოს სავალდებულო საჯარო მოხელისთვის ქართული ენა და 1978 წელს გვახსოვს ჩვენ როგორი გამოსვლები იყო და დღეს ენას არ იღებენ ამასთან დაკავშირებით ანუ ყველაფერზე მზად არიან ფაქტურად საჯარო მოხელის საერთოდ ბოდიში და თუ შევხედავთ არც ერთი ენა საერთოდ არ აქვს საჯარო მოხელის ამ ვითარებაში ამ სისტემაში ენა საერთოდ არ აქვს მას რომ რაღაცა ისაუბროს აქ ლაპარაკია წარმოების ენაზეც მინიმუმ რა რომ იცოდეს რომ სამსახურში რომ მიდის დოკუმენტაცია რა ენაზე აწარმოოს თუმცა ეს ეხება რაღაცა საშუალო ქვედარგოლის მენეჯერებს რომლებიც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გადაყავთ ეხლაც იმიტომ რომ მარტივად მოხდეს მე მათი წნეხის გასაზრდელად თვითონ ამ საჯარო მოხელებს ისედაც გაუბედურებულ მდგომარეობაში ყოფს საჯარო სამსახურზე რომ რაღაცა არავინ
ხმა არ ამოიღოს და არ ამ ხალხს უნდა ესმოდეთ, რომ ეხლა იწერება ისტორია, სერიოზული ისტორია იწერება და როგორც მაგალითად გადაპორტირდნენ აი საბჭოთა კავშირიდან გვალმაგიდაში, გვალიმაგიდიდან სამხედრო საბჭო შევარდნაძის რეჟიმში, შევარდნაძიდან ნაციონალური მოძრაობაში, ნაციონალურიდან კოცებ ეს გადაპორტირებას წერტილი ესმება. ნეპოტიზმს ყველაფერს წერტილი ესმება, აი როგორც ბეჭდების ბრძანებელშია, უცებ გაქრება ეს ყველაფერი. ხო და ამ ხალხს უნდა ესმოდეთ, თუ სწორ მხარეს არ დადგებიან, ძალიან სერიოზულ დარტყმას მიაყენებენ არა მარტო თავისი შვილისა და შვილების, მათ მომავალსაც, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი გამარჯვებით დამთავრდება, მაგრამ ამ ხალხსაც ხო უნდა რომ საზოგადოების ნაწილი იყვნენ და არავინ არ აპირებს ახლა პენსიაში გასვლას, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური მოქალაქეების 90% დღეს ოპონირებაშია მართლ რეჟიმთან, საოკუპაციო რეჟიმთან. და აბსოლუტურად ახლა ჩვენ თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელებს, ტროლებიც კი ქრებიან. სამთავრობო თავრობის ეგრეთ წოდებული თავრობის წარმომადგენლებიც კი კარგი გაგებით ახლა არ მინდა ცუდად გამოვიდეს, ვერ ბედავენ მხარდაჭერი ტექსტების დაწერას სოციალურ ქსელებში. იმდენად მრავალრიცხოვანი არის და იმდენად რადიკალური არის ეს პროტესტი. და ამ ხალხმა ჩვეულო და ჩვენი ქვეყნისთვის ჩვეულო არის, ხალხი არის, უბრალოდ აბსოლუტური უმრავლესობა ახლა 20-30 წლის განმავლობაში რაღაცას ვწალობდით და ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მაგათად მეც ახალგაზრდა ვიყავი და 24 საათი ქუჩაში ვიყავი. იქნებოდა ეს 80-იანი წლების მეორე ნახევარი, 90-იანი წლები, 2000-იანი წლები, მაგრამ ქუჩაში ჩემი ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო გული. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ადამიანი ახალგაზრდების ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის განათლება. ესენი 100-ჯერ მეტად განათლებულები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით მაშინ, როცა ამხელა ვიყავით, ამხელები და ვაპროტესტებდით. და ამათ ეხლა რაღაცნაირი ყალბი ფარისეულური ტექსტები რო არის, რომ ბავშვები და რაღაცა და ისა და ისა ვითომ ვიღაცა იყენებს და ამათ განათლებას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს. აი რა გაექცა რუსეთს? რუსეთს გაექცა ეს ბავშვების განათლება და ეს რაღაცა რკინის ფარდა რო იყო. და ვერავინ ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ საკმარის რესურსი აქვს, მიხვდნენ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ძირითადი ამ ახალგაზრდების ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ძირითადი ძალა ამ ახალგაზრდებში არის განათლების. რას ჩვენ მაშინ როგორ გვექნებოდა ახლა 99-90 თუნდაც 2000 წელს ამ დონის განათლება როგორ გვექნებოდა, როგორ აზროვნებენ, როგორ წერენ, როგორ იქცევიან, როგორი მოქმედება აქვს. ახლა რაც არ უნდა მომხრე ვიყო ამ ადამიანებს, მე მაინც საბჭოთა კავშირში ადამიანისთვის, დაბადებულ ადამიანისთვის ძნელია თანხwebdriver, მაგრამ ეს არის მრავალფეროვნება და ამაში არის ჩვენი სიძლიერე და მე წარმოუდგენლად მიმაჩნია აი უკან შერეკვა, თუ ასეთ სიტყვას შეიძლება ვიხმაროთ და ამ პროცესების შეჩერება. ანუ მე რისი თქმა მინდა, რომ ფაქტიურად მე მინდა სტიმული მივცე იმ ადამიანებს, რომლებიც სახლში არის ჩაგდე. ფაქტიურად ივანიშვილი არის სახლში. უბრალოდ ის არ არის პოლიტიკოსი და ის ვერ ხვდება სახლში წასვლას. როგორც შევარდნაძე მიხვდა, როგორც სააკაშვილი მიხვდა, ვერ ხვდება უბრალოდ. ივანიშვილი ამას ყველაფერს უყურებს ბიზნესს. ივანიშვილს გონია, რომ ჩვენ ახლა წილები გვინდა იქ და ვართმევთ რაღაცა, წილს ვართმევ და რაღაცა და ერთ ივანიშვილის მეგობართან მქონდა შეხვედრა რამდენიმე დღის წინ და ვკითხე, რომ მაგალითად ლავირების უფრო მეტი შესაძლებლობა ხომ ექნებოდა ბიზინა ივანიშვილს, რომ მას მაინც დაწერა ეს შედეგები, ხო? აი ოზურგეთშიც დაწერა რა 62%, მაგრამ აიღო და დაწერა და თუ მაინც წერდა შედეგებს, ხო შეეძლო რომ იმ იაგო ხვიჩიას გილჩისთვის 6% დაეწერა, პატრიოტ ალიანსისთვის 5% და რაღაცა თვალთმაგცურად კოალიცია გაეკეთებინა. და ამ ადამიანმა მითხრა რომ არის გამოყოფა არ დაჭირებოდა. ხო და ამ ადამიანმა მითხრა რომ ივანიშვილი ამას ყველაფერს უყურებს როგორც ბიზნესს, როგორც მის საკუთრებას და ამას ვერ იზამდა, იმიტომ რომ უბრალოდ არ უყვარს პატრიოტები, პარტნიორები და არ უყვარს მოწილეები. და წილში არ ჩასვა ეს ხალხი უბრალოდ. თორე პოლიტიკოსი რო ყოფილიყო ამას გააკეთებდა, შევარდნაძე ხშირად აკეთებდა ამას. შემდეგ აღორძინება ვარდების რევოლუცია რომ გამოიწვია, აღორძინებასთან მისმა ბათუმში ჩასვლამ და აღორძინებასთან მოლაპარაკების გამართვამ და კოალიციურმა მთავრობამ ეს პროცესები დააჩქარა. ხო და ეხლა
ეხლა ფაქტობრივად უარეს სიტუაციაში ვართ. ეხლა ის მაინც პოლიტიკოსი იყო და რა ვიცი ძალიან საშინელ სიტუაციაში ვართ. მოკლედ და ბრძოლის გარდა და აი ბრძოლა როგორ გითხრათ ახლა უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ფაქტობრივად მართლა არა, ჩვენს უკან პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით არის უბსკული და თუკი ვინმეს გონია რომ ეხლა აი შენ მოგითავებენ ნინოს თუ მე ვიღაცებს მოითავებენ და მე მას გზა ხსნილი ექნება და ჩვენ უბრალოდ მაგათი ფაქტურად რაღაცნაირად ისა ვართ რა აი ჩვენ რომ მოგვადგებიან რაღაცნაირად 1-2-3 წელს გაიხანძლებონ მაგათმა ცხოვრება თორე უარეს დამართებენ. მაგასაც ხო ეძებენ ვიღაც თავებს მაგალითად ამ პროტესტის სათავეში. ორგანიზატორი ხო ვინ მართავს და რაღაცები ხო გააკეთეს, რაღაცები არის საშინელები ხალხი, რა ვიცი, ძაღლის გასასეირნება წასული კაცი და საკუთარი მანქანიდან შუაგზიდან ადამიანები. მაგრამ ამის პროცესი რა არის, რომ ვიღაცას თუ წინარიში დგას დღეს და ის მოხსნა ხვალ ახალი წინარიგი წან ამას ვერ მართლა ისეთი რაღაცა უცნაური რამეა რომ ვერ შეაჩერეს იმიტომ რომ ყველა მიცის გააზრებული აქვს რისთვის დგას იქ და რას ეძებს და ან რისთვის იბრძვის ერთი კითხვაც ლადო იმასთან დაკავშირებით შენ ხა მედიას წარმოადგენ ჟურნალისტი ხარ და ნახეთ რომ აი მართლა სასტიკი მართლაც და რა ვიცი რა ადამიანური მოპყრობა მედიის მიმართ წარმომადგენლების მიმართ აი გურამ როგავა მარიამი გიორგი ჩვენი მეგობარი განსაკუთრებით ოპოზიციურ მედიას ეხება მართლა თავზე იხტუნა ვიღაცა ადამიანმა რომელსაც იმის ხელიდან ადამიანს ალბათ რა ვიცი ხალხთან ნაკომია მის სამართით შე როგორ უყურე ანუ რატო არის ასე მიზანმიმართული მედიის წარმომადგენლებზე ესეთი ორგანიზებული აგრესია იჭერენ ადამიანებს იმის მიხედვით ვინ როგორ რას წერს სოციალურ ქსელებში ხელისუფლებას გას ფართომასშტაბიანი ომი აქვს ორი მიმართულებით სხვადასხვა მიმართულებით მაგრამ განსაკუთრებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მიმართ მიიჩნევენ რომ ეს ორი რაღაც არის მათი ძირითადი მტერი სიტყვის თავისუფლება და იცით რომ მედია ესე იგი რას არ აკეთებენ რომ ფინანსურად ეკონომიურად ყველანაირად დააბრკოლონ შეწყვიტი განვითარება და გავლენა შეამცირონ საზოგადოებაზე გამოხატვის თავისუფლება და ეხლა ეს რომ არ გამოდით უკვე ფაქტიურად ომია გამოცხადებული ფაქტიურად ეხლა კი არ ურტყამდა ერთ კონკრეტულ მაკაჩი ხლაძეს ან გიორგი შეწირულს ის ვიღაცა დარწმუნებული ვარ სპეც ის აქვს გავლილი მომზადება იმიტომ რომ ეს ბერძია გადარჩენილი იმან ესე კისერში გაუკეთა ისეთი მოძრაობა რომ დაბალი იყო ეს მაკა და გადაარჩა თორე ნებისმიერ ადამიანს კისერში გადატეხდა რა ისეთი რა აღნაგობითაც აშკარად იმას გავლილი ჰქონდა ასეთი რაღაცა სადისტური რაღაცეები და მოექცა ისეთი როგორც ომის აი ხელჩართული ბრძოლები რო არის ქუჩებში მაგალითად გვინახია ამერიკულ ბლოკბასტერებში და ასე შემდეგ და აი მე ის თვითონ მინდა რომ აი მაკაჩი ხლაძე კი არ ცემა და გიორგი შეწულიძის ცემა პირველი ცემა და თლიანად მთელი მედია ცემა იმან და გაანადგურა მისი ჭკვიდი ერთი სული აქვს როდის გაანადგურებენ და დამერწმუნეთ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში მოხდა და აქედან გამომდინარე ჰქონდა ასეთი იყო მაგრამ დამერწმუნეთ და სოციალურ ქსელებში რომ აქტივობენ და სახლში რომ ადგებიან და იჭერენ ადამიანებს დრონებით უყურებენ და ვიღაცები ზიან და მითითებებს აძლევენ ის დაიჭერე რომ ვინ რას დაწერს იმის მიხედვით იჭერენ ადამიანებს და სერიოზული ფართომასშტაბიანი ომი აქვს საოკუპაციო რეჟიმს გამოცხადებული და რა ვიცი ჯერჯერობით ჯერჯერობით ვიგებთ, უძლებთ, ველოდებით ჩამოშლას, ამათ ჩამოშლას და მე იმედი მაქვს რომ ამ ბრძოლაში რაც უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება ესეთ არის კარგი და მე მინდა მოუწოდო ვისარგებლო თქვენი ეთერით ოზურგეთელებს რომ ნუ დარჩებით სახლში თორე ყველას მოაკითხა ახლა ძალიან ესეთი არის ახლა ყალგასული არ არის მაგრამ პოპულარული ფრაზა აკლემი დაიჩოგებს თქვენ ჯიშკართან არა ყველას მიაკითხავს ყველას მიაკითხავს აბსოლუტურად ახლა მანდამაის პირველი ღამის უფლება უნდა მოითხოვოს იმან მაგალითად დათო დარჩია რომ იმას ქნას გააპროტესტო რაღაცა ბაშა არც არის გასაგები შორის რა არის იცით მე მგონია რომ ზუსტად ეგ გაიასრა საზოგადოებამ რომ აი რაღაცნაირად ეგ ვიღაცას არ ეხება ეგ გვეხება ყველას და ყველასთან შეიძლება მივიდეს იმიტომ რომ ეს ძალადობა ძალიან ახლოს მოვიდა ჩვენთან და ხალხიც
გამოიყვანა ამან, ანუ ეგეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ამ თქვა ნაცემ და ნაწამებ ადამიანებში მოხდნენ ჩვენი ახლობლები, ჩვენი მეგობრები, ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიურად შეიძლება რაღაც შეხება გქონდეს და ეს რაღაცა განყენებულად და სხვაგან და ცალკე არ ხდება ეს ძალადობა. ესეც დაინახა ხალხმა ჩემი აზრით. ყველასთან მივა მართალებს ანდებით აბსოლუტურად ყველასთან მივა და თუ დროზე ჩვენ რაც შეიძლება მეტი ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი ვიქნებით, ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ათეულობით და ათასობით ადამიანი, პლუს ამას მთავარი ქვეყანა და სამშობლო და საქართველო. ძირითადად ახლა ჩვენი დგომის მიზანი მეტი არაფერი არ არის. ფაქტი ერთია, რომ დღეს უკვე თეთრი შავი არის რუსეთი და საქართველო. არავით არის ოცნება, არავით არის რაღაცა იქ ეს არაფერი დამთავრდა. კიდე ქვეყანა რის დასავლეთი რა დასავლეთი რის რაღაცა ჯანდაბა ტექსტებს რომ აზიარებენ კრემლის ჯურღმულებიდან წამოსულს ეს გინდა ქვეყანა გინდა საქართველო გვინდა ამათ რომ მოვიშორებთ მე რა გადავწყვეტ როგორი გვინდა მაგრამ ფაქტურად 99-98 წლის და რა ვიცი მე 90-იანი წლების რეჟიმში ვარ დაბრუნებული. კი და ამის იმედს კიდე ჩვენ ის გვაძლევს საბოლოო დასკვნითად შეგვიძლია ვთქვათ რომ რაღაცა მართლაც უჩვეულო პროცესები ხდება ბევრი სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფია გაერთიანებული უამრავი ხალხი დგას ქუჩაში თბილისშიც რეგიონებში არ დარჩენილა არც ერთი ქალაქი სადაც გამოსვლები არ ყოფილიყოს არ არის ზოგან უწყვეტი ზოგან პერიოდულად ჩვენც მათ შორის ახლა ხშირად შესაძლებლობის მიხედვით და რესურსის მიხედვით აქტიურად ვაკეთებთ ამ გამოსვლებს კიდევ იქნება და უნდა ვიცოდეთ რომ აუცილებლად ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე თუმცა რაც მალე შემოგვიერთდებით უფრო მალე დავასრულებთ ამას მალე უმტკივნეულოდ რაც შეიძლება რეალის და ბარსელონას ფანები რომ ერთად სელფს იღებენ კი და თითოეულმა ადამიანმა უნდა დაინახოს თავისი როლი ამ ყველაფერში ყველამ უნდა დავინახოთ ჩვენი თავი კი უშუალოდ არაფერი არ გამოვა თითოეული ადამიანი არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში ამინ რაღაცნაირად მუქარანარევი ან ნიშნის მოგევით ვინმეს ვესაუბრო მაგრამ ისტორია ყველაზე მიუჩენს ადგილს და ისტორიას არავინ არ გამორჩება ეხლა ჩვენ 900-იანი წლებიათ თუ კარგად ჩავწვდებით ნახავ და ამოვიღეთ ოზურგეთელების აქციელებს ხო და ახლა იაკინდ ეკილიფთარს რო შერჩა თუ გონია ახლა ვინმე შერჩება რამე ამ ტექნოლოგიურ სამყაროში და ამ ტექნოლოგიური რევოლუციის დროს კი ბატონო მოკლედ ვიცით რასაც ვაკეთებთ ვიცით რა გვინდა და ვიცით საერთოდ მივდივართ მადლობა ჩვენს მაყურებელს და ჩვენ ვფიქრობთ რომ პერიოდულად ჩვენი ადგილობრივი პროტესტის მონაწილეებით შემოგიერთებით და სხვადასხვა გადაცემებს სხვადასხვა თემებზე მოკლედ არ მოგაწყეთ და ხშირად გვექნება გადაცემა მადლობა ყურადღებისთვის მადლობა კარგად გრძანდებოდეთ